გამარჯობა. ეს მარტოობის წუთებია. მე მყავს სტუმარი, რომელიც ახლა შეიძლება არ ჩანს თქვენთან. მაგრამ ის გვერდზე მიზის. შეგიძლიათ დამიბლაროთ. რეგეთი ეფექტივი. აი ეს არ გააკეთო რა, ხო არავინ არის ეს და მე პოპა რომ ჩდები ხოლმე. აი გვინდა ყველაზე ცუდი, აი ყველაზე ბანძი ხარისხით რა ფოკუსით შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეგეთი გავაკეთოთ ხოლმე. ჩემი სტუმარია ლაშა გელაშვილი, ლაშა ილუზიონისტი, ლაშა მენტალისტი და ლაშა ფოკუსის გამსწორებელი ცხოვრებაში. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. აი დავაკვირდი რომ 15-ს აღარ ამბობ, ხო? აღარ. შენს გადაცემს რომ ვაკვირდები 15 ძალიან დიდი ხანია გაცდა, ხო? ყოფილა საერთოდ 15 წუთი? კი, სულ თავიდან იყო. 15 წუთი. რანაირად დატევდით? მაგრამ ძალიან კარგია, რომ აი გახურებას რო იწყებოდა სტუმარი, კოცინი პაკა და მივდიოდი. დრო ამატებთ ასე ხარ. ხო და მივხვდით რომ ეგრე არ გამოვა. ძალიან კარგია, რომ მე ესე იგი მოთხოვნაც რო არ იყოს და ინტერესიც რო არ იყოს შენი მაყურებლის მხრიდან რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 15 წუთი ვერ გაიზრდებოდა. ვერ გაიზრდებოდა. მაგათი მოთხოვნიდან გამომდინარე გავზარდეთ, მაგრამ სახელი დავტოვე და აუ მე მგონი რა ვიცი. სახელია რა. პირიქით, აი ცოტა რომ განვითარდები და რამდენიმე ასეული 1000 გამომწერო გეყოლება და უკვე 2 საათიან პოდკასტი რო გადახვალ, აი ეს ახალი მაყურებლისთვის სულ ეს ინტრიგა დარჩება, რომ 15 წუთი რატო ქვია ამ 2 საათიან პოდკასტსო და ხო, იმიტომ რომ ეს ცხოვრება არის ცინიზმი. და ეს ცხოვრება არის ღადავი და გეღადავები რა, გეუბნები რა 15 წუთს და გაყურებინებ 2 საათს. მაგარია. ხო, შენს ილუზიონისტი შენს ფოკუსნიკი ხარ. მეც ფოკუსნიკი ვარ. ეხა ერთი რაღაცა მითხარი, მოკლედ. ჩემო პროდიუსერმა მითხარა რომ ისო რა ნეტა რა სხვაობა არისო და მე თვითონაც ვერ ხვდები რა სხვაობა ილუზიონისტსა და მენტალისტს შორის. სერიალი მენტალისტი ნახი გაქვს? არა, მაგრამ ბევრი მეუბნება რომ უყურე. და ეს ხოთა შორის ბოლომდე არ ვიცი ეს ის მენტალიზმი არ არის, რასაც მე როგორც ვიცი უბრალოდ რა. მაგრამ შევავწდები, ვისაც ნახი აქ ეს სერიალი, ის უკეთ ერკვევა ალბათ. ეს ის მენტალიზმი არ არის, რასაც ჩვენ ვიყენებთ საილუზიო სფეროში, ხო ეგრეა? ეხლა რაც შეეხება მენტალიზმისა და მენტალისტსა და ილუზიონის შორის განსხვავება, ილუზიონისტი არის ჩათვალე პროფესია და ეს დანარჩენი არის მიმართულება რა. აი მაგალითად არსებობს ხო მომღერალი. მაგრამ მომღერალში შეიძლება იყოს ვიღაცა ოპერის მომღერალი, რეპერი, ვიღაცა როკერი, ვიღაცა ჰიპ-ჰოპს მომღერის, ვიღაცა ოპერას მომღერის და ასე შემდგომ. აქაც ბევრი ჟანრია. არის ერთ-ერთი მენტალიზმი, არის მაგალითად манипуляция, არის მიკრომაგია, სასცენო ილუზია, ექსკაპოლოგია და ასე შემდგომ რა. ბევრი ექსკაპოლოგია და გულისხმობს ექსტრემალური ექსკალატორზეც უნდა იცოდე, რა თქმა უნდა, ხშირად დადიოდე უნდა და პლუს ამას ექსტრემალურ ნომრებსაც უნდა ასრულებდე. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველა სპეციფიკური ხანჯალი გადავუყავ. რაღაცა მსგავსი, მაგრამ უფრო აი კლასიკურ მაგალითს გეტყვი, ჰარი ჰუდინი თუ გაგიგია. ჰარი ჰუდინი. კი, სადღაცაც გაგიგია. იმიტომ რომ აი როგორც მაგრამ ისე დამაჯერებლად თქვი, რომ შეიძლება მგონია რომ გამიგია. არა. აი როგორც ფეხბურთში ხო არიან პელე, მარადონა, მესი თანამედროვეა რა, ანუ არსებული უკვე და აი როგორც პელე მარადონა იყო, დაახლოებით იგივე კალიბრის ილუზიონისტები აქ არიან, დევიდ კოპერფილდი, ჰარი ჰუდინი და ეს ჰარი ჰუდინი იყო ერთ-ერთი რა ვიცი. მაგალითად ბორკილების გახსნა შეეძლო ნებისმიერ, მართლა შეუძლია, აქ ფოკუსი არ არის. აქ ეს ძვალი შეიძლება არ გქონდეს დრეკადი და მაგით იქნება. ხო, არა, თავის დაღწევა და გამოძრობა სხვა არის, მაგრამ გახსნა ნებისმიერ ბორკილის გახსნა შეეძლო, ასე რომ ვთქვათ. თოკებისგან თავის დაღწევა და ესე აი წარმოგიდგენთ გაჯაჭვული ბორკილები და თოკებით რო წყალში რო ხტები და რომ უნდა გამოინთავისუფლო თავი, აი დაახლოებით ეგეთი ტიპის ნომრებია. თუმცა ამ ჟანრშიც არსებობს და დარწმუნებული ხარ რომ იქ არანაირი ხრიკი არ იყო გამოყენებული და არა, როგორ არა. ნახე, არის ამ ჟანრშიც არსებობს ნომრები, სადაც ხრიკები გამოყენებულია, შეფუთული საილუზიო ნომერია, მაგრამ არსებობდნენ და ალბათ არსებობენ კიდევაც, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო ჰარი ჰუდინი, რომელსაც მართლა შეეძლო აი ამ ყველაფრის გაკეთება. ანუ ნაკლებად გატყუებდა რაღაცებს, ტყუილს ზოგადად იშვიათად ვიყენებ ხოლმე ამ ტერმინს ამ სფეროში, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ გატყუებს, ხელოვნება შენ კარგად გესმის თან ეს საკითხი. როგორც შენ გამოდიხარ მაგალითად სცენაზე თამაშობ და რაღაცა როლს ასრულებ, ზუსტად იგივე საკეთებს ილუზიონისტი გამოდის და რაღაცა
ჭყალებში ჯადოქრის როლს თამაშობს, რომ შენ განსხვავებული რაღაც განახოს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რაღაც არარეალური განახოს, არარეალური დაგაჯეროს და მანდით ძალიან განსხვავებული ემოცია მოგანიჭოს. ეგ არის მისი მიზანი. და არა რომ მე შენ მოგატყუო, ან დაგაჯერო რომ მე ჯადოქარი ვარ და ეხა გავქრები და გავჩნდები. თან დღევანდელ რეალობაში ეგ ცოტა რთულია. 1-2 საუკუნით ადრე ცხოვრობ და შეიძლება არც მე. შეიძლება ეხლა ცეცხლი წაკიდე გარდაცვლილი ყოფილიყო. აი ამ შესაძლებლობით რომ დამაბრუნონ 1-2 საუკუნე არ ვიცი, მაგრამ ცოტა იქით რომ დამაბრუნონ, ხო ალბათ რამდენიმე დღეს გავქაჩავ. მეც უკვე ვერ. ეხლა მე თქვენ უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა. რომელიც ყველასთვის მაგ დასმული და არ იქნებით გამონაკლისი. ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? ვინ ვარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მე ვარ ძალიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები. ბევრ რაღაცებს ვაკრიტიკებ ხოლმე და არ მიყვარს ხოლმე აი შეიძლება პატარა უმნიშვნელო შეცდომაზეც რა რომელიც უნებრივია რომ შეიძლება რაც არ უნდა გამოცდილი ადამიანი იყო და გათვითცნობიერებული სადღაცა შეცდომას უშვებ. ან მინიმუმ შეცდომას თუ არ უშვებ, საუკეთესო გზას ვერ პოულობ რა და მაგაზე ძალიან ბრაზდები ხოლმე და აი სულ ის ამაკ ხოლმე განშის რომ ეს როგორ შემიშალა და შენ წინა ნამოქმედარებს, როდესაც მარტო რჩები, აანალიზებ კი, ყოველთვის. აი შეიძლება დავჯდე და მთელი დღე განვიხილო, გონებაში ეს აქ ეს შემეძლო უკეთესად გამაკეთებინა, ის უკეთესად ეს უკეთესი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და ასე. ანუ თქვენ მაგიყვარს? არ მიყვარს რა უნდა მიყვარს, უბრალოდ კრიტიკული ვარ რა. ნუ მაგ პროცესით ხარ დაკავებული რა. და მე მაგას, აი უკვე აი მაგ პროცესებს რო გადიხარ საკუთარ გონებაში რა რაღაც იყენებ მე იმისთვის რომ შემდეგ ეტაპებზე ცხოვრების იგივე შეცდომის და შვების საშუალება არ მოგეცეს თუ მე ისევ იგივე არა, იშვიათად. ძალიან იშვიათად რომ თუმცა ეგეთი შემთხვევებიც იქნება რომ რაღაც ერთ და იგივე. ერთ და იგივე შეცდომა თუ დაუშვი მე უნდა ნახო ჩემ თავთან რა ბრძოლები მაქვს ხოლმე, მაგრამ ეგეთი რაღაცაც ალბათ მომხდარ, მაგრამ იშვიათად რა მიყვარს ხოლმე აი რაღაცა ყველანაირი კომბინაცია უნდა გავიაზრო, წარმოვიდგინო, რა შეიძლება რომ გამეკეთებინა და რა იყოს საუკეთესო გამოსავალი რომ მე ეგ გავითვალისწინო რა. მაგრამ ახლა სადღაც შეიძლება მანდაც გამეპაროს და ვერ გავითვალისწინო და თუ გამეპარა მანდ კიდე უფრო მეტად კრიტიკული ვარ ხოლმე. ანუ შენ სცენარების წარმოადგენა. ნუ ალბათ იმიტომ რომ ილუზიონისტი ხარ, ჩემი აზრით ეგეც ხო შეიძლება ამან უფრო გამძაფრა. ისედაც ეგეთი ვიყავი, აი პატარაობიდანვე მოყოლებული, ეგრე ვიყავი. რა ნებისმიერ სიტუაციაში სადაც უნდა მივიდოდე, სულ წარმოსახვითი ის არ ვიცი რაღაცა ჩამერთვება ხოლმე და წარმოვიდგენ იქ რა შეიძლება რომ მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში მივდივარ რა, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია უმნიშვნელოა, სულ მაქვს ხოლმე ეს რაღაცა გონებრივად ვფიქრობ რომ იქ რა შეიძლება მოხდეს და რაღაცა მინდა მომზადებული. აი მაგალითად მივდივარ რაღაცა ახალ გარემოში, სადაც ახალი ხალხი უნდა გავიცნო, მივდივარ მეგობრის, ახალი შეძენილი მეგობრის დაბადების დღეზე. იქ შეიძლება რომ მივალ და ამხდეს ყველა ისე რომ თითქოს არც არაფერი და მომიწიოს სოციალიზაციის გავლა რაღაცა ის წარმოვიდგინო. შეიძლება პირიქით ძალიან თბილად შემხვდნენ აი ესეთ დეტალებში თუ აი როგორ აი რომელ სიტუაციებს უფრო ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და არ მიჭირს ხოლმე რა განსაკუთრებით რაც ფოკუსების კეთება დავიწყე აი ყველას ურჩევ აბსოლუტურად რა მე სხვა ერთი პერიოდი ფოკუსები გააკეთეთ რომ გაიცნოთ ხალხი აი ძალიან და ბევრი ვიცი, ვისაც პირად ჩემთვის მოუწერია, უთქვამს, შევხვედრია, გაუჩერები ვარ, მშობელსაც კი უთქვამს რა, თავიანთ შვილის გამოცდილებით და ნუ ხა ძალიან სასიამოვნო რო გეუბნები, მაგრამ ჩემ თავზეც იგივე შემიძლია თქვა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ფოკუსები გაცილებით მეტად მეხმარებოდა, რომ საკუთარი თავი იდეალურად წარმომეჩინა და მე საინტერესო ტიპი გამხდარიყავი იქ მყოფთათვის რა. იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებულს აკეთებ და მე YouTube-ი რო დავიწყე, სადღაც დაახლოებით ესე 50,000-მდე ავედი ფოკუსების კონტენტით. ვაკეთებდი ფოკუსებს და ხსნიდი ფოკუსებს, ანუ ვასწავლიდი. და აი page-ზე მწერდნენ, მიკომენტარებდნენ, რომ რამდენად დაეხმარა ბევრ ადამიანთან კომუნიკაციის დროს რა, ძალიან ინტროვერტ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება აი არ უყვართ დიდად გასვლა, გამოსვლა და ასე შემდგომ, თუ ერთი ფოკუსის გაკეთებით, რამდენად შეიძლება რომ გაიხსნას რა. ეს რომ მივიდა. შეიძლება მაგით დაიწყო. ხო, იმიტომ ამის გარდა, ან ეს გახსოვს ამას აკეთებდი? მაგას ვერ ვასწავლს ვერ ვაკეთებდი, ძალიან რთული პროცესია. მაგრამ როგორ არის დავავიწყო და ეგ პირიქით უნდა აჩვენო, ესე უნდა აჩვენო და გამოწიო.
ხო. მაგრამ რა, ამას დიდი ხანი არ გამიკეთები. ჩვენ მეც არ გამომიდეს. ეგ. ხო და ანუ აი ფოკუსს რო აკეთებ, მე რჩდება ძალიან ბევრი კითხვა, ხო, მთელი ფოკუსის მუღამი ხო ეგ არის. და როგორ გააკეთე რა? ხო, აი როგორ აირად ვაუ რა მაგარია და თან ჩემი ჟანრი, რასაც მე ვასრულებ, ინტერაქციული ნომრებია რა, ანუ შენ არ ხარ უბრალოდ მაყურებელი. ხდები უშუალოდ ნომრის მონაწილე, შენ იღებ გადაწყვეტილებას, ან შენ ხელზე ხდება და ასე შემდეგ. და ეს კიდევ უფრო მეტად ორმაგ ემოციას გაძლევს რა. და მე შენთვის ეს ადამიანი, ვინც ამ რაღაცა გასაოცარს აკეთებს, საინტერესო ტიპი ხდება რა. მე თან გვიან დავიწყე. აი, ეგ უნდა მეკითხო. გვიან დავიწყე 15-16 წლის ასაკში, რაც გვიანია. იმიტომ რომ მე მაგალითად მაყურებელი მყოლია ჩემი პირადი 5 წლის ბავშვიც რა. და მოვიკითხავ აქედან მათეს ეს ადამიანი გავიდა პატარების შოუშიც იყო გასული და ძალიან მაგარი ნომერი შეასრულა. ხო და აი, ნუ ფაქტია რომ ცოტა გვიან დავიწყე, მაგრამ აი უფრო მეტად გამოვიყენე უნივერსიტეტის დროს და უნივერსიტეტში იქ რომ მე კარტს რო ამოვიღებდი, ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ თან მე არ მიყვარს დემონსტრაცია. რომ აი, მე თუ მოხვდები მაგალითად რა, არასდროს არ მithქვამს, მაგარ ფოკუსს განახებთ. მაგრამ უნივერსიტეტში ჩემი მეგობრები, ვინც მაგალითად მოხდა რამოდენიმე ჩემი კლასელი ან ჩემი ბავშვობის მეგობარი, რამდენიმე და კარტი სულ დამქონდა რა, ძირითადად შემთხვევაში დამქონდა. და ერთხელ მოვხვდით მაგალითად, ჩემი ბავშვობის მეგობრებმა თქვა, რომ აუ მიდიო გეხოცებიო, ანახეო ფოკუსიო და აი ტვინს რო გიჭამს და მე ესენი ინტრიგა რო ჩამოვაგდო, ესე გარშემო შემოიკრიბნენ რა. და მან რამდენიმე ფოკუსი გავაკეთე. მე ის რო შემხვდებოდა ვიღაცას ეუნებოდა, მე ეს და ბოლოს ისეთი რაღაცეები მაქვს გაკეთებული ამ ფოკუსებით და უნივერსიტეტში ისეთი ჟარგონულად ვიტყვი, პრასვეტები მაქვს გაჭრილი, რომ ბევრ რაღაცაში გავომადგა რა. და ინტერნეტით იძიებდი ამ ახალ ფოკუსებს თუ? ძირითადად კი. თუ რაღაცა ეტაპის მერე უკვე შენითაც შეგიძლია რომ რაღაცა მოიფიქრო. ხო, როგორ არის? დღეს ახლა მოვიფიქრო. YouTube სივრცეში თუნდაც აი YouTube-ზე ვარ და ძალიან დიდი ბაზა არის რა, აი რომ დაწერო უბრალოდ რაღაც ელემენტარული ფოკუსის ახსნა. ჩემი საყვარელი რეკვიზიტია ბანკო. არა, მაშინაც იყო. არა, ეხლა რა თქმა უნდა უფრო მეტია. უბრალოდ მაშინაც იყო რა, რომ YouTube-ზე მე ვისწავლე არ ვიცი, თავიდან რამდენიმე წელი დაახლოებით 3 წელი, ალბათ 4 წელი, რასაც ვსწავლობდი, ყველაფერს YouTube-დან ვსწავლობდი. უბრალოდ მე ბაზას რო აგროვებ ამ ცოდნას რა, ყველაფერი არ არის რა თქმა უნდა ახსნილი. და მე ამ ცოდნას რო აგროვებ, ისეთ ფოკუსაც ხვდები, რომლის ახსნაც არ დევს. და უკვე შენ შეიძლება ზუსტად ის მეთოდი ვერ მიხვდე, მაგრამ შენ რა ცოდნაც გაქვს, აი მაგ ცოდნით შეგიძლია შენი ვერსია გააკეთო იმ ფოკუსის. მაგრამ ეფექტი იგივე იქნება რა. მე ამ YouTube-დან გადავედი ცოტა უფრო ისეთ საიტებზე, რომელიც თქვა ძალიან საჯარო არ არის და მე უკვე დავიწყე ფოკუსების ყიდვა. ხო, რას შევს ყიდვა? აი როგორც ყიდულობ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს რაიმე ნივთს, ესე ყიდულობ ფოკუსაც. ჩამოგდის ვიდეო ინსტრუქცია, როგორ უნდა გააკეთო, თუ სჭირდება რაღაც სპეციფიური რეკვიზიტი, ეს რეკვიზიტი მოდის და მე ამ სწავლობ რა. და არ შეიძლება რომ ფოკუსს საავტორო უფლება გქონდეს? და ყველა თითოეული მათგანი ვინც ამას გამოიყენებს და გაასაჯაროვებს, მოუწიოს რომ გადაგიხადოს საავტოროს საფასური პროექტებით ბიზნესი. როგორ არის კი, როგორ. ანუ ამ სფეროში არიან მაგალითად არიან გამომგონებლები და არიან შემსრულებლები. და კიდე აერთიანებს პატარა წრე ამ ორ მიმართულებას ორივე რა, ანუ თან რო შეგიძლია რომ გამოგონო, თან რო შეასრულო რა. როგორც სიმღერაში არიან მაგალითად კომპოზიტორები და მომღერლები, რეჟისორები და მსახიობები. და ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის ვინც ფოკუსებს იგონებს, იმან ფოკუსების კეთება არ იცის. ძირითადად დაკავებულია ფოკუსების მოფიქრებით რა. ან იციან, მაგრამ თვად პროფესიული თვალსაზრისით არ ასრულებენ. უფრო ბიზნესის კუთხით შეიძლება იყოს, რომ ანუ მაგალითად გამოიგონ რაღაც ფოკუსი, რასაც შენ თქვი ხარ, რომ საავტორო უფლება მიიღო და მე გაყიდო ეს რა, გაყიდო ილუზიონისტებზე მაგალითად რა. თუმცა არიან ერთიც და მეორეც ორივეც რო შეუძლიათ. მე ვარ შემსრულებელი და არა გამომგონებელი. საავტორო უფლებებიც არის, რომელიც შენ თუ ამას ყიდულობ და მაგალითად გინდა გამოიყენო, აი მქონია შემთხვევა ნიჭიერში მინდოდა ერთ-ერთი ფოკუსის გამოყენება, მაგრამ მისი ანუ ტელევიზიაში რო შეგესრულებინა სადმე ისეთ საჯარო ისეთ იმაში რა რაღაც TV-ში რაღაც მეგა შოუში ან რაღაც ეგეთი რომელიც მე ნახობს და აგროვებ და ასე შემდეგ არ შეგეწუნა გადაგეხადა საავტორო რაღაც ამისთვის და საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაგეხადა რა ნიჭიერის მერე დაიწყო უკვე შენი რეალური კარიერა მანდიდან დაიწყო კი იმიტომ რომ მანდ მივხვდი რომ
თურმე შესაძლებელია მარტო ჰობი არ იყოს და უფრო პროფესიული სახეც მივცე. მაპატია რომ გაწყვეტინებ და იგრო არა რაზე სწავლობდი? მე ვიმუშავე ჩემი პროფესიით, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული ბიზნესის ადმინისტრება და მარკეტინგის განხრით ვიმუშავე 5 წელი თუ 6 წელი ვიმუშავე მაგ მიმართულებით და სხვადასხვა ძალიან ბევრ რაღაცაში მადგება და თავსებადია ამ პროფესიასთანაც რა ძალიან ბევრ რაღაცაში გავუმადგა. მარკეტინგის მიმართულებით მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება მუშაობის მხრივ და ცოდნაც ეგრე მაქვს მიღებული. მაგრამ აი იქ ნიჭიერში მივხვდი რომ საერთოდ არ მეგონა რომ ეგეთ შედეგებზე გავიდოდი საქართველოში. იმიტომ რომ ნიჭიერში როგორ იყო, იცი, აი თუ გადიოდა სულ 1-2 ილუზიონისტი ხოლმე ნიჭიერში ისიც აი ნახევარ ერთხელ იყო ფინალში გასული დათორობა კიდე და მაგის მე მგონი არავინ არ ყოფილა რა ფინალში. და მე რომ გავედი არ ესეთ მას არ რეაქციას არ ველოდებოდი არჩივრისგან, არც მაყურებლისგან. მე მეგონა რომ აი მაქსიმუმ ნახევარფინალში გავიდოდი. ხო, ნუ რაღაცაერთ შენ მოახერხე ის რომ ჩვენი თაობისთვის მაგალითად, არ ვიცი, წინა თაობა ამ როგორ უყურებდა ამ სფეროს. ჩვენი თაობისთვის რომ ილუზიონისტი გახადა ისეთი რა. ნიჭიერის მე მაგათად ბევრი შემოთავაზება მქონდა. მიწვევდნენ ხოლმე კორპორატულ ივენთებზე, საღამოებზე და აქედან შემოსავალიც გამიჩნდა. მან მივხვდი რომ თურმე რაღაც ფოკუსებით, რომელსაც ადრე მხოლოდ მეგობრებთან ვაკეთებდი, შესაძლებელია ისეთი ხალხიც დაინტერესოს, რომელიც ამაში ფულს გადაგიხდის რა. მე მივეცი უფრო სერიოზული მიმართულება, რაღაც ჩემი პეიჯი გავაკეთე, გამოსვლებს ვდებდი ხოლმე, უფრო მეტი ადამიანი მიკავშირდებოდა და რამოდენიმე პროექტიც ავიღე და საბოლოო ჯამში მე იმას უთხრა და YouTube-მაც ძალიან დამეხმარა. ბევრ რაღაცაში ძალიან შრომატევადია ფოკუსების სწავლა. ძალიან შრომატევადია, იმიტომ რომ ვიღაცებს ალბათ მარტივი გონიათ, როგორც სხვა პროფესიებიც, აი სიმღერა მაგალითად ვიღაცებს მარტივი გონიათ. მართლა გონიათ. აი ახლა გაკადე და იმღერე. რა უნდა? ან რაღაცა მსახიობი რო ხარ, პროფესიად დღემდე ძალიან ბევრი არ აღიქვამს მსახიობობას. რეალურ პროფესიად ერთობი რა, ეგრე თვლიან და ალბათ შენ პროფესიასაც ეგრე უყურებ გართობად. აი არ ვიცი, იცი როგორ არის, მე ესე მიმაჩნია რა, ნებისმიერი პროფესია, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, თუ შენ გინდა რომ ამ საქმეში იყო პროფესიონალი, ყველა ვარიანტში მოგიწევს ძალიან ბევრი შრომა. თუ გინდა რომ იყო პროფესიონალი რა და საილუზიო სფეროში წასია. ერთი მარტივი ფოკუსის შესასრულებლად შეიძლება ძალიან დიდი დრო დაგჭირდეს რომ აითვისო. მეც შეიძლება ახალ ფოკუსს რო სწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელზე მეტია უკვე ამ სფეროში ვარ, შეიძლება აი რამდენიმე კვირა თვე დამჭირდეს რომ ერთი ფოკუსი რო ვისწავლო. მე ამას რო ტექნიკურად სწავლობ, შენ ცალკე გიწევს სხვა გზის გავლა რომ აუდიტორიამდე სწორად მიიყვანო რა. ტექნიკურად შეიძლება კარგად დააკეთებ, მაგრამ აი რო გახვიდე ხალხთან, იქ შეიძლება საერთოდ ხმა ვერ ამოიღო. ყველაფერი დაგავიწეს, იმიტომ რომ მე იქ გიწევს რაღაცების ფიქრი, ეხლა ეს დიდი ხანია გადალახული მაქვს მე, მაგრამ აი გიწევს იმან არ დამინახოს ის უკიდან რატომ იდგას, ეხლა რო შემეშაო სიტყვა რომ დამავიწეს, იქ მე რა უნდა ვქნა. მინუსი ისიც არის რომ მაგალითად თუ სიმღერაში სცენაზე გახადა რაღაც ნოტი ჩაგივარდა, შეიძლება უბრალოდ მსმენელმა ეს დიდად ვერ მიხვდეს, თუ ვიღაც პროფესიონალი არ გისმენს და არ გითხრა რომ აი აქ შენ რაღაცა ხმა ცოტა უნდა აგეწია. ან შეიძლება მაგალითად სპექტაკლზე არც ტექსტი დაგავწა, მაგრამ იმპროვიზაციით გააკეთე. აქ ან ცეკვავ და ილეთი შეგეშავა, მაგრამ მაინც რაღაცა გამოასწორე. აქ თუ რაღაც გეშლება, ნომერი გეშლება და მორჩა რა. და თან მით უმეტეს ჟანრი ისეთია, რომ როცა მაყურებელიც ერთვება, აი გეუბნები რომ რაღაც ნებისმიერი ქვეყანა მითხარი და არ ვიცი შენ მეუბნები რა ბანგლადეში და აქ მე უნდა მეწეროს ბანგლადეში რა. შენ თუ რაღაც სხვა ქვეყანას მეუბნები, სო მორჩა. არანაირი სხვა გაგრძელება არ აქვს ამას რა. უფრო მეტად რისკიანია. ხო, ამიტომ ძალიან ბევრი მუშაობა გიწევს, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად ისწავლოს, რომ მზად ვარ, ეგრე არ არის, რომ გადიხარ და მაყურებელთან უკვე კომუნიკაცია რო გაქვს და ის რო ერთვება, იქ გიწევს უკვე იმდენი რაღაცების გათხოვა, რომ იმან ეს რო არ თქვას, მე რა ხდება რა. ანუ შენ ადამიანის ფსიქოლოგიაც უნდა იცოდე ძალიან კარგად. კი, არა, იცი როგორ თუ კარგად იცი. თუ კარგად იცი, ბევრ რაღაცაში გეხმარება, მაგრამ ეგრე არ არის, რომ აუ შენ მაგარი ფსიქოლოგი მაგას. ბოლომდე ვერ მიყვები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახე მე თუ ფოკუს ვაკეთებ, ფსიქოლოგია, აი ის ხო არ არის
ყოველ ჯერზე ესე ხდება. ხო, მაგრამ რა იცი რომ მე ბანგლადეშს დავწერ მართლა? არ ვიცი. და როგორ არ ტყამ, აი ვერ ვიგებ. ხო, აი მაგას აგიხსნი ახლა. იდეაში ალბათ უფრო მაგას ვამბობდი წეღანაც რა. მე ბევრი ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენება. თუმცა ეს ფსიქოლოგიური მეთოდი არ არის რაღაცა ზუსტი მათემატიკა ან მეცნიერება, რომ 100-დან 100-ჯერ ესე მოხდება რა. 10-დან 7-ჯერ შეიძლება პირობითად, აი ძალიან პრიმიტიული მაგალითი. ვიღაც რო ეუბნები, რომ რაიმე რიცხვი მითხარი 1-დან 10-მდე, ის გეუბნება 7-ს რა, იმიტომ რომ ესე ამბობენ რა. ან მაგალითად უფრო მეტად გაზრდი იმის შანსს, რომ აი 10-დან 1-დან 10-მდე რაიმე რიცხვი მითხარი, ოღონდ 3-იანი არა. უფრო მეტად გეტყვის 7-ს. იმიტომ რომ რომები 10-მდე რაიმე მითხარი, ოღონდ 3-იანი არა, შენი გონება 10 და 3-ს აკლებს რა ერთმანეთს და 7-ს ამბობს რა. შეიძლება ხელის მოძრაობითაც გითხრა, მოდი რაიმე რიცხვი მითხარი ნებისმიერი 1-დან 10-მდე, მე აქ გიხატავ შენ 7-იანს, რომელსაც შენ ვერ აღიქვამ. ესე, მაგრამ შენი ქვეცნობიერი ამას აღიქვამს შენი ქვეცნობიერი და კიდევ უფრო მეტად ზრდის შანსს, რომ შენ 7 მითხრა რა. მაგრამ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, რომ შენ ყველა ვარიანტში მე რომ ახლა 10 ადამიანი გავაჩერო, 10-დან 10 7-ს არ მეტყვის. ამიტომ ამ ფსიქოლოგიური მეთოდების დამატებით არის კიდევ საილუზიო მეთოდები, აი ეს ხრიკები. და მე ამ კომბინაციით უკვე 10-დან 10-ვეს შემიძლია რომ ვათქმევინო 7. აი რაღაც ესეთი ჩახლართული ამბავი. თადო რომელი საათი? მართლა? ხო, აი დაახლოებით ეგ, ან კომბინირებულად აკეთებ რა, თუ ის იცი, მაშინ უფრო ეფექტურად შეგიძლია წარმოაჩინო ნომერი, ფსიქოლოგიას გულისხმობ რა. თუმცა საილუზიო მეთოდი სულ სხვა რაღაცა არის, აი სულ სხვა რაღაცები გამოიყენება რა, რომელსაც გიწევს ბევრი შრომა. ბევრჯერ, აი ხა მაინტერესებს, ბევრჯერ გამოგიყენებიათ, ну ფაქტია რომ გამოიყენე რაღაც შემთხვევებში, შენთვის სასარგებლოდ შენი ეს ნიჭი და ცოდნა. მაგრამ კიდე რაღაცა კომპლექსების დასაფარად გამოგიყენებიათ. კომპლექსების დასაფარად? კომპლექსების დასაფარად? აი მაგალითად ვამბობ, ეხლა შენ თქვი, რომ ადამიანებს ან ურთიერთობებში და კომუნიკაციაში ზოგადად ეხმარება სხვა ადამიანებს იმისთვის, რომ რაღაცა უფრო მარტივი პროცესი მიმდინარეობს. და გიფიქრია თუ არა იმაზე, რომ როდესაც ამ სფეროთი საერთოდ დაინტერესდი, რომ შეიძლება დაგეხმაროს რაღაცეებში. არა, არ მიფიქრე. ან უბრალოდ ინტერესი იყო? აი, უბრალოდ ინტერესი იყო, კი. სხვათა შორის მე ბავშვობაშიც ვიცოდი, რამდენიმე ისეთი ფოკუსი, ოღონდ აი ზოგადად მიყვარდა ისეთი რაღაცის სწავლა და მე ვიღაცისთვის ჩვენება, რაც იმან არ იცოდა რა. ხო, და აი ეგ რა არის ნეტა? არ ვიცი, მაგრამ აი მე შენზე მისტიური ტიპი ვარ, მე შენზე მეტი ვიცი, მე საინტერესო ტიპი ვარ. არა, მეტი არ ვიცი, ნახე, მეტი არა. მე საინტერესო ვარ. ხო, მე ისეთი რაღაცა ვიცი, რომელიც აი შენ არ იცი და მაგით მე რაღაცა განსხვავებულს ვაკეთებ. ეგ ბავშვობაში მქონდა რა, აი ფოკუსი რამდენიმე ვიცოდი, ოღონდ ისეთ ფოკუსს არ ვაკეთებდი, რომელიც სხვებმა იცოდა რა. ვცდილობდი ისეთი რაღაცა მე სწავლა ისეთი ფოკუსი ან სადღაც აიდან მე რაღაცა რა. ოღონდ ეს არ იყო ბევრი, შეიძლება სულ ჯამში 1, 5, 6 ფოკუსი მცოდნოდა რა, ჯამში გეუნები რა, მაგრამ ისეთები რომელიც სხვებმა არ იცოდა. და ისედაც მათემატიკა მიყვარდა პატარაობიდანვე, მათემატიკაშიც ვიცოდი რაღაცეები, აი მაგალითად ეხლა ბევრს ეცოდი, მაგრამ ჩემ დროს ეგ ძალიან ბევრმა არ იცოდა რა. 2-ჯერ 2-ის დამტკიცება ვიცოდი, რომ 5 არის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით რა, რიცხობრივად და ერთხელ მახსოვს მათემატიკის. მე შეგიძლია დამემტკიცო ეხავე ისე რომ პასტა ფუცელი მინდა რომ დაგიწერ რა და დაგიწერ რა 2-ჯერ და გამოგითვლი და გამოგიყვან რომ 2-ჯერ 2 5-ია და შენ ვერ მიხვდები აქ, ანუ არაფერი მათემატიკური შეცდომა არ არის, მაგრამ პატარა ლაფსუსია გაპარული და თუ კარგად არის მათემატიკა ვერ მიხვდები. აი მაგალითად ერთხელ მათემატიკის მასწავლებლს ვანახე და ვერ მიხვდა. და მე ვიყავი, მეთქი მათემატიკის მასწავლებლს დავუმტკიცე რომ 2-ჯერ 2 5-ია თქო რა. ხო და აი ეს არის რა ქვია. ეგეთი რაღაცები სულ მიყვარდა რა. და მე ერთხელ მახსოვს რომ აუ ეხა მე ილუზიონისტი უნდა გავხდე და ფოკუსები უნდა ვისწავლო, მაგიტო არ დამიწყია სწავლა. შემთხვევით ვნახე YouTube-ზე რაღაცებს უყურებთ და აი ძალიან შემთხვევით ამოვაგდო ილუზიონისტი ასრულებდა ფოკუსს და იქ ეწერა რა პლუს ტუტორიალი რა. და ეგ ხშირად იყო ხოლმე განსაკუთრებით ადრე კლიკბეითები, რომ გაყურებინოს, მაგრამ რეალურად არაფერი არ არის. და რომ ჩავრთე ეს ვიდეო, მაინც ჩავრთე რა ინტერესის გამო. ეს ილუზიონისტი ასრულებდა ფოკუსს, გვაჩვენა და მე არ მორჩა რა ვიდეო, გაგრძელდა და გიხსნიდა დეტალურად და აი ეგ ემოცია მახსოვს, რომ აუ ეს ამ ფოკუსს ხსნის და აი ჩავუჯექი რა.
უყურე ყველაფერს დეტალურად უყურე და დაუშვი ზუსტად ის შეცდომა, რასაც 90% უშვებს ამ სფეროში. ეგრევე ავდექი კარტი ავიღე და გავედი რომ ჩემი ძმისთვის მეჩვენებინა. ანუ რო ვნახე, უიმე ამის გაკეთებას რა უნდა, ეს მქონდა რა. ძალიან მარტივი ყოფილა. რო გავედი შემეშალა, ვერ გავაკეთე. აი ეგრევე მიხვდა, რას მიკეთებო, ხედავო რა. მაგრამ ამან мотиваცია მომცა, რომ ავდექი წავედი, მე იმ არხზე შევედი, ბევრი რაღაც ქონა ახსნელი და სხვადასხვა რაღაცები ვისწავლე და მანამდე არ ვაკეთებდი ფოკუსს, სანამ კარგად არ ვისწავლე. აი სარკესთან ვიდექი ხოლმე და სხვადასხვა რაკურსს ვამოწმებდი, ეს ფოკუსი როგორ ჩანს რა. აი წინიდან ვინც მიყურებს, რას ხედავს, გვერდიდან, ზემოდან და ამას რო კარგად ვსწავლობდი, მე ვაკეთებდი ხოლმე. იმიტომ რომ იმდენადაც მაგარია ის ემოცია, რასაც მაყურებელი გაძლევს, ანუ ეს გაოცების რა, ანუ მთელი მუღამი ილუზიონისტის ეს არის, როგორც აი ფეხბურთელი გოლს რო გაიტანს რა და ამის რო იღებს ემოციას და გოლს რო ყვირის და მთელი დარბაზი რო ზუსტად იგივე არის ჩვენთვის ეს გოლის გატანა რომ მე შენ გაგაოცო რა და არა მოგატყუო და აი წინაზე ხარ რო ამბობდი აი ძველი თაობისთვის რო აი ხო რაღაცა კითხვაც იყო რომ შეიძლება ცოტა ისე აღიქვან რომ ეს არ არის სერიოზული პროფესია და მანდ მქონდა ხოლმე ეგ ბარიერი რა რომ ცოტა მე აუდიტორიამ რო გამიცნო და ვიღაც ისეთი რომ ხდებოდა უფრო დასრული ადამიანი ცოტა უფრო აი ეს დასრულსაც ვერ ვიტყვი ცოტა უფრო საშუალო ასაკის ხალხი სულ მეუბნებოდნენ რომ აუ ეხა ამან მიდი მომატყუე ან ამან ეხა რა უნდა მომატყუოს ან რაღაც და არა და ტყუილი საერთოდ არ არის რა აქ ანუ მთელი მუღამი ტყუილი არ არის მე თუ შენ იმიტომ განახე ფოკუსო მე შენ მოგატყო მე ილუზიონისტი არ ვარ ანუ ეს არ არის მიზანი უნდა გაგაოცო თელი მუღამი ეგ არის და არა მოგატყო თორე ეხავე ვიტყვი რომ მე არ ვარ ჯადოქარი უბრალოდ რაღაცა განსხვავებულს გაკეთება შემიძლია რომ შენ ემოცია მოგანიჭო მორჩა რა შენი მშობლების მხრიდან იყო სკეპტიკური განწყობა რომ აი მიხვდნენ რომ ბოლომდე თავით ეშვები მაგაში იმის მაგივრად რომ ძალიან აი ერთხელ მახსოვს კარტი დამიხია მამაჩემმა ცეცხლი წაუყიდა დამიწვა ხუმრობ რა თქმა უნდა ხუმრობ არანაირი სკეპტიციზმი არ იყო პირიქით არა ვიხუმრე რა თქმა უნდა რომ აი ეხა წარმოიდგინე ჩემ მშობლებს რო ენახათ რომ მეცადინეობის მაგივრად ეგეთი რაღაცებით ვერთობი დამიწვავდნენ კი არა აი პირიქით სხვათა შორის პირველი გულშემატკივრები იყვნენ და ძალიან მოსწონდათ რა აი რაღაც განსხვავებულ რაღაცას რო ვაკეთებდი პირიქით სულ რაღაცა ის ქონდათ ხოლმე რომ აი ახალ ფოკუსს როდის მაჩვენებ ჩემი ძმა იყო ხოლმე პირველი ჩემი ეს ბჭყალებში მსხვერპლი იმის გამო რომ თავიდან მიმიხვდა და თუ ჩემ ძმასთან მივდიოდი ხოლმე ეგრევე პირველი თუ ჩემ ძმასთან ვაკეთებდი სო მე გამქონა ეხლა ჩემი მეუღლეა ეგრე რა და მშობლებიც სულ ყოველთვის ძალიან ისე იყვნენ ხოლმე რა ინტერესით და ძალიან მოსწონდათ და ნიჭიაში ხო საერთოდ მაგრამ გულშემატკივრობდნენ და ეხლა ძალიან უხარიათ რომ რაღაცა ამ სფეროშიც ვარ რა ბავშვები გთხოვან ხოლმე რაღაცეების კი რა თქმა უნდა თან ჩემი ბავშვები სხვათა შორის ეხლა პატარა 5 წლისაა და ვერ ვიტყვი რომ მაგათ ფოკუსებს აკეთებს, მაგრამ დიდი რო 5 წლის იყო, პირველი გამოსვლა ქონდა მაგ დროს ბაღში. თავისი რამდენიმე ფოკუსი აქვს კი ბაღში. და ძალიან ინტერესია სერიოზულია. აიცი როგორ ესე მე არ ვაძალებ რა, ანუ რომ აი მოდი ხა ფოკუსი უნდა გასწავლო, მაგრამ კარტების კოლექცია აქვს, ცოტა ხანში გამისწრებენ, მე ვარ კოლექციონერი კარტებს ვაგროვებ. და 200-მდე კარტი მაქვს და სულ ახალ კარტებს ვიწერ ხოლმე. და მე ეს კარტებს რო უყურებდნენ ლამაზი კარტები არა და მეუბნებოდნენ რომ მეც მინდა. ერთი ვაჩუქე, მეორეს მეორე ვაჩუქე. მე მოდიოდნენ და ახალი გვინდა და მე ეხა რომ ვიწერ ხოლმე ჩემთვის კარტებს. 3 იწერ. 3 კი არ ვიწერ. 4-საც ვიწერ, 5-საც ვიწერ. ანუ ყველა ვარიანტში მამიკო კარტებს როდის გამოვწერთ და ახალი კარტებთან ჩამოუტან ხოლმე რა და მე ამ კარტებითაც ახლა მაგალითად დიდი გოგო არის და იმან ფოკუსების გაკეთება რამოდენმე იცის. არა მარტო კარტით სხვათა შორის რა. და ბაღში ერთხელ მახსოვს რომ თვითონ მასწავლებელმა გითხრა რომ რამეს ხოლმე ეს რა ქვია მოამზადებთო რომ აი რაღაცა ნიცას ზეიმზე რაღაც ფოკუსი რა გვანახოთ და ერთად რო გააკეთოთ და მე კითხავთ ხო და მე მქონდა რა სურვილი და ერთად გავაკეთეთ. უფრო იმან გააკეთა მე გვერდით ვედექი და რაღაცებს ვასრულებთ და რამდენიმე ფოკუსი გააკეთა ძალიან გაუსწორდა რა. ეხლა რაღაცები იცის და ფოკუსებს აკეთებს. პატარას აქ ხოლმე ინტერესი უბრალოდ აი კარტების, აბა ახალი კარტი გამომიწერე, მაგრამ ჯერჯერობით ფოკუსებს არ აკეთებს. თუ ეკნებათ სრული სიამოვნებით ვასწავლი რა თქმა უნდა.
შენ თუ გქონია შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც რეალურად ზებუნებრივი ნიჭი აქვთ? რეალურად? რეალურად. აი მაგალითად ისეთ ადამიანთან თუ გქონია, ვისაც დენი არ არტყამს. ორივე ვაუ, ცნაურია, არა. შენ ხარ ესეთი ადამიანი? არა. არა. არ მახსენდება რა. როგორ? დევიდ ბლეინი. დევიდ ბლეინი არ არის ესეთი ადამიანი. უბრალოდ დევიდ ბლეინი, დენზე აკეთებდა. დევიდ ბლეინი არის, აი წეღარ ვსაუბრობთ, ხო იცი, შენ მესი რო ახსენე რა. ხო თქვით ჰარი ჰუდინი და კოპერფილდი რო მარადონა პელი არის. აი ხო და აი მესი რონალდუს კალიბრის ილუზიონისტი დღეს არის დევიდ ბლეინი, რომელიც აკეთებს ესეთ ფოკუსებს, რომელიც უკვე ფოკუსი აღარ არის და მართლა აკეთებს რა ეს ადამიანი. როგორ აგიხსნა? აი მაგალითად YouTube live-შიც იყო გასული 7500 რაღაც მეტრზე ავიდა ბუშტებით. მე იქიდან გადმოხდა და live-ში იყო YouTube-ზე გასული რა. მაგალითად თავის შოუზე ტყვია დაიჭირა პირით, ოღონდ კბილებით და რამე კი არა, პატარა რკინის ისეთი რაღაც რკინის რაღაც მასალის მოწყობილობა ქონდა, ძალიან პატარა. და ალბათ 20 მეტრიანი დისტანციით ნამდვილი ტყვია ესროლეს და იმაში უნდა მოხვედრილი იყო რა. ეხლა ადამიანის ხასიათს ვიდეო. ხო, რაღაცა ჩავიდა ერთ-ერთი აფრიკის თუ რომელიღაც მოკლედ ერთ-ერთ კონტინენტზე რა. კბილიც არ გაბზარვია, მაგით. არა, ეჭირა რა უბრალოდ რა და აი ხა რაც არ უნდა მაგარი პროფესიონალი მსროლელი მომიყვანო, არ დავდგები რა, რომ მოდი მესროლე მეთქი რაღაცა ტყვის ზომა იმაში რომ გამარტყა, ხო, რა თქმა უნდა, მაგას არ გაურისკავ, იმიტომ რომ ოდნავ შეიძლება სროლის დროს რა ესე ოდნავ რომ გადავიხარო, წამაცლის თავს, მაგრამ ამ ადამიანმა ლაივში თავის შოუზე გააკეთა ეს რა. ჩავიდა ერთ-ერთ რაღაც სადღაც კონტინენტის რაღაც ქვეყანაში, ვიღაც ტომის რომელიღაც იმასთან იცხოვრა რაღაც პერიოდის განმავლობაში და ისწავლა, აი ცოტა არაესთეტიური რაღაც უნდა ვთქვა რა. ამ ადამიანს შეძლო წყალი დაელია, ასე აკლემებით იჩერებდა და მე რაც არ უნდა დაელია, იგივე რაოდენობას უკან იღებდა და ეს ადამიანი იყო, რომელიც ასე ტანსაცმელს რეცხავდა და ხელებს იბანდა და რაღაც სიგიჟეებს აკეთებდა. ამან ეს ისწავლა ეს პროცესი და გამოიყენა მე ფოკუსებში რა. მაგალითად შუა ერთ-ერთ ღამის შოუში ბაყაყი ამოიყვანა პირიდან რა. ანუ ბაყაყი მქონდა მუცელში. კაიხარ ესე წარმოიდგინე ხო ჩვენ რო ლაპარაკობდით და უცბად რაღაც ცხოველი რო აგარჩევინო, შენ ბაყაყი რო თქვა და ეხა პირიდან რომ ბაყაყი რო ამოიყვანა და მე ისე უკან რო ჩავიბრუნო რა. აღონთ ეს ადამიანი მართლა აკეთებს რა ესეთ რაღაცებს და უკვე დიდი ხანია გაცდა ამ ფოკუსებს რა. და გიჟია, ხო, მოკლედ. ანუ მართლა შეიძლება გიჟი არ იყოს, მაგრამ ხო, გინესის რეკორდშია კიდე შესული, თუმცა არ მახსოვს. ბაყაყი ყბებში როგორ უნდა გავიჩერო? ყბებში არა, რაღაც ადგილი არის რა, ეს ანამ კუჭამდე ეჩავა. ხო, საკლაპავის ქვემოთ უფრო რა. ხო, ბევრ რაღაცას აკეთებს, ის რაღაც იგიჟეებს აკეთებს მართლა, კი. და შენთვის რა არის აი ის, სადაც მიხვდები რომ ცოტა ხანი დავისვენებ კი არა და მისაღწევს მივახციე. არ ვიცი, ანუ დიდი სურვილი მაქვს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს და დიდი ხანია სხვათა შორის მცდელობები მაქვს, მაგრამ ალბათ საკმარისი არ მქონია, რომ გავიდე უცხოურ ნიჭიერში. აი ბრიტანულ ნიჭიერში, იმიტომ რომ ძალიან გავიდე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან წარმატებული ნომრები მექნება რა, იქ. რამდენჯერმე ვცადე ეხა ვერ ვიტყვი რის გამო არ გამოვიდა, უფრო ჩემი გამო არ იყო რა. მაგალითად ვიღაცებს ცოტა უფრო მეტი რო მოენდომებინათ, შეიძლება გამოსულიყო რა. მაგრამ ალბათ სადღაცას მეც დავაკელი. აი მე რო გავიდე მაგალითად უცხოურ ნიჭიერში, აი ბრიტანულ ნიჭიერში, ამერიკულ ნიჭიერში, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ დიდი ხანია სურვილი მაქვს რა. ძალიან დიდი ხანია. მაგას თუ გავაკეთებ, ალბათ ვიტყვი რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ საქართველოში ბევრი რაღაც მაქვს ისეთი გაკეთებული რომლითაც აი მე ამაყება რა. მაგალითად მე ჩემს ორ კოლეგასთან ერთად დავიწყე პირველი საილუზიო შოუ საქართველოში, ილუზიის სამკუთხედი ერქვა. რამდენჯერმე ჩავატარეთ, ბოლოს თბილისსაც გავწვით, ბათუმში ქონდა 1000 კაციან დარბაზში და 1000-ზე გავავსეთ. ყველა შოუ რამდენჯერაც ჩავატარე, ყველგან გავსებული იყო რა.
ეს იყო პირველი საილუზიო შოუ, მსგავსი არასდროს არ ყოფილა. მე არ გულისხმობ რაღაცა ღონისძიებას და ივენტს, სადაც ერთ-ერთ აქტივობად ილუზიონისტიც გამოდიოდა რა. მე გულისხმობ პირდაპირ საილუზიო შოუს, რის გამოც ადამიანი მაგათად ბილეთს ყიდულობს, მიდის და საათ-ნახევრიან საილუზიო შოუს უყურებს. ასეთ რაღაც საქართველოში არ ყოფილა. ჩემს ორ კოლეგასთან ერთად გავაკეთე. ეხლა რატო არ აკეთებ? იმიტომ რომ YouTube-ზე ვარ ძალიან მომაგრებული და ფიზიკურად დრო არ მაქვს. ცოტა ხანი მაქვს და დაპაუზებულიც არ ქვია რა, შემიძლია რომ მაგალითად ახლა ავდგე და ისევ გავაკეთო. უბრალოდ ჩვენთვის მაშინ საწყისი პერიოდი იყო და რაც გავაკეთეთ ძალიან მოეწონა მაყურებელს. აი იმდენად მოეწონა რომ პირველ შოუზე მახსოვს რამდენიმე მაყურებელი მოვიდა და გვითხრეს რომ აი შემდეგ შოუ როდის იმართება, სადღაც ერთ თვეში ვატარებდით და გითხრა რომ სხვა ნომრები იქნება თუ იგივე უნდა გამბეორდეს. ეს შოუ არ იყო, ანუ კომერციული თვალსაზრისით იყო რა, იმიტომ რომ კომერციული ხასიათი ჰქონდა, ამას ვერც გავაშუქებდით. რაღაც კადრები დაიდო, ნაწყვეტები რაღაც კონკრეტული ნომრების, მაგრამ ეს შოუ არ გაგვიშუქებია, იმიტომ რომ ძალიან რთულია, აი ფაქტიურად შეუძლებელია საათნახევრიანი პროგრამა ყოველ ჩატარებაზე შეცვალო. ანუ ჩვენ კი არა საქართველოს დონეზე კი არა, მაგრამ სოფლიო მასშტაბით ყო აი რაღაცა. ზე პროფესიონალი ილუზიონისტი რო აიღო, იმას რაღაც ნომერი აქვს და მე ან სხვადასხვა ქვეყნებში დადის და ამას აკეთებს ყველგან. იგივე ხდება რა, ანუ ამას ფიზიკურად ვერ შევცვლ. ამ ხალხსაც აუხსენი რომ გამორიცხულია რომ მთლიანად შეიცვალოს, თუმცა აი რაღაცა 2-3 ნომერი ჩანაცვლდება. აი მაგ 2-3 ნომრის გამო მოვავთო და ეს ხალხი მართლა იყო რაღაც სეგმენტი ისევ იყო მოსული რომ ეს ენახათ, მაგრამ მიუხედავად მაგისა მე ეხაც ვაფიქსირებ რომ რაც ჩვენ მქონდა თავში წარმოდგენილი, აი იმის ალბათ მესამედიც არ იყო რა. უფრო მეტი ბიუჯეტია საჭირო და აი ძალიან მაგარი იყო, აი დღესაც მქონია რა, შემხედრია ადამიანები ვიღაცას გადავკვეთილო და უთქვამს, რომ მე შენ შოუზე ვარ ნამყოფი და ძალიან მაგარი იყო და მე თან ეს მსიამოვნებს, მაგრამ რაღაცნაირად გულისწყეთა მაქვს ხოლმე, რომ წარმომიდგენია, რომ სინამდვილეში იმ ადამიანს რა უნდა ენახა და ფიზიკურად ვერ ნახა, იმიტომ რომ მეტი საშუალება ფინანსურად არ იყო რა. ამიტომ მინდა რომ ისეთი შოუ ჩავატარო, რისთვისაც მაგისთვის ფინანსური ზურგიც მექნება და აი გაცილებით აი 10 ჯერ უფრო კარგი შოუ ჩატარდება რა. Penn and Telleris შოუში თუ გიცდია გამოსვლა, ჩემ პროდიუსერი გეკითხა. არ მიცდია. მან თელი ან მუღამ გასვლის არის რომ ეს ორი ადამიანი უნდა მოატყუო. ესენი არიან ძალიან დიდი ხნის და ძალიან დიდი გამოსვლების მქონე ორი ერთ-ერთი ყველაზე ტოპ ილუზიონისტი. Penn და Telleri და ერთი საერთოდ ხმას არ იღებს, არ ლაპარაკობს და ისე აკეთებს, დუოში აკეთებენ ფოკუსებს და მეორე ლაპარაკობს და ახმოვანებს რა. შეიძლება ეს ლაპარაკობდეს და ეს აკეთებდეს და ძალიან მაგარი ტიპები არიან. და აქ გადიან ისეთი ილუზიონისტები, რომლებმაც უნდა მოატყუონ და თუ მოატყუებ მათ რა, გაძლევენ პრიზ ფულასის რაღაც ესეთი ის არის რა, რაღაც ჯილდო არის. რომელსაც თან გაძლევენ და მე ლას-ვეგასში გაქვს შენ საშუალება რომ შენი ნომერი შეასრულო რა ამათ საღამოზე. მან რომ გავიდე მე რაც მე ბაზა მაქვს ვერაფრით ვერ გავაოცებ. ან ვერ მოვატყუებ, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი იციან. ძირითადად გადიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ექსკლუზიური ნომრები აქვს, აი რაღაცა მოიფიქრეს, რაღაცა ახალი შექმნეს და იმას აჩვენებენ. თუმცა ძალიან იშვიათად მაინც ატყუებენ, იმიტომ რომ შეიძლება ეს შექმნილი მიგიხვდეს რა, იმდენად დიდი ცოდნა აქვს, რომ მიგიხვდეს. და ესე კი მიფიქრია ფიქრის დონეზე, მაგრამ უფრო სურვილი ის მაქვს რა, რომ იქ უფრო შევძლებ ჩემი საკუთარი თავის წარმოჩენას, ვიდრე იქ გადიხარ ერთ ფოკუსს აკეთებ. იქ ის მასშტაბური კი არ უნდა გააკეთო, აი რაღაცა განსაოცარი კი არ უნდა გააკეთო, შეიძლება აი ელემენტარული რაღაცა ასანთის ღერით გააკეთო რაღაც ფოკუსი, όμως თავარია მოვატყუო. მიზანი ეგ არის. მაგრამ მე ცოტა სხვა ინტერესი მაქვს რა. შენი ილუზიების შექმნით, ფოკუსებით. ადამიანებს აჯერებ იმაში, რომ რაღაცა ჯადოსნობები შეიძლება ხდებოდეს და რაღაცა სუპერ ძალის ადამიანი იყო. ხო, რეალურად ხო ეგ არის რა. არ ვაჯერებ, არა. გავიგე, მაგრამ ნუ გჯერა ბავშვები, ხო, ვიჯერებთ მაგას, რომ სუპერ ძალა გაქვს, როდესაც ეგეთ რაღაცებს აკეთებ. და შენ მაინტერესებს, როდესაც იცი ყველაფრის ლოგიკური პასუხი რა, აი ამ კონკრეტულ სფეროში. საერთოდ ჯადოსნობების გჯერა? აი რამეში. ჯადოსნობების? ხო, აი რა რაღაცა ჯადოსნურია რა ეს სამყარო და შეიძლება რაღაცა ამოუცნობი ხდებოდეს, შეიძლება რაღაცა მისტიური ხდებოდეს. იცი რა, მე ყველაფრისთვის ლოგიკური ახსნა გაქვს. მე ღმერთის ბჯერა.
და მწამს და ამით ცხოვრობ რა და ჯადოსნობებიც თუ რამე ხდება რა ყოველთვის ჩემ თავში ეგრეა რა რომ ეს ყველაფერი ღმერთს გამოდის ასწავლე ესე მაქვს ჩემი მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ რა და ძალიან ბევრ რაღაცაში დამხმარებია ეს მიდგომა რა და მიგუძნია კიდევაც რა მაგრამ აი ეს რაღაცა ჯადოსნობების რომ ჯერა ვერ გამოვყოფ რაღაცა ისეც რა თუ რამე ხდება ისეთი რაც ნამდვილად გასაოცარია და სასწაულია ამის გამო ყველაფრისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი ვარსკვლავი თუ დაინახე რა ვარდება სულს იფიქრებ არასდროს არ დამინახავს მაგრამ თუ დავინახავ აუცილებლად ჩავიფიქრებ მართლა იძახე ცაში არის ყოლები იცი რა მე დიდი ხანი ვარსკვლავს ვეღარ ხედავ სამწუხაროდ თბილისის ფონზე რა ეს დაბინძურებული ჰაერის გასოს კოვიდის დროს გამოჩნდა რა მაგარი გეაზოა ჰაერო რო იცოდე თბილისის ჰაერი არა ნახე ეს არის რა კოვიდის ბოლოს ნახე თბილისში შემჩნია შენც აი ის რო იყო რა ქვია და каранტინი რო იყო სიტყვაზე გავიხსენე. ხო, სიტყვა каранტინი რო იყო და მანქანები რო გადადიოდა. ჰაერი რო გაიწმინდა, მე ვარსკვლავს ხედავდით და ისე იყო, მაგრამ ვარსკვლავი მართლა არ მახსოვს, აი გულწრფელად რომ მოწყვეტილი ვარსკვლავი დამინახოს. ყველაზე კაი რჩევა რაც მიგიღია რა არის? ყველაზე მაგარი რჩევა ერთი რჩევა. არა, იყოს 4. ერთი დასამახსოვრებელი რჩევა. არ ვიცი რა, აი შეიძლება ძალიან ბანალური იყოს რა, მაგრამ ამ რაღაცას ბევრს ვაკავშირებ ხოლმე ბევრთან რა, აი ყველაზე მეტად ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენ საყვარელ საქმეს აკეთებ რა. იმიტომ რომ მე მქონია გამოცდილება ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომ ანუ რეალურად მარტო ანაზღაურება არ არის. აუ მე რაღაცა ხელფასი მექნება რაღაცა X თანხა ეს რომ მქონდეს და ძალიან კმაყოფილი ვარ და სულ მეტი რამე და ესე არ არის რა იმიტომ რომ მქონია ეგ მომენტი რომ ეს X თანხა მქონია მაშინდელი ჩემი წარმოდგენით X თანხა მაგრამ მე თურმე ეს საკმარისი არ არის და მე სხვა X თანხაზე როადი ისიც მქონია მაგრამ თურმე ეს საკმარისი არ არის რა და მე ხვდები რომ რეალურად ანაზღაურება კი არ არის თავარი ის არის რომ შენ საყვარელ საქმეში გიხდიდეს ვიღაცა ფულს ანუ ეგ მაშინ ხარ ყველაზე მდიდარი რომ შენ აკეთებ იმ საქმეს რომ რაც არ უნდა აკეთო აი რაც არ უნდა თანხა უთხრა სულ რომ მილიონს გიხდიდეს ადამიანი თუ რაღაცას ძალით აკეთებ აუცილებლად სადღაცას ყელში ამოგივა რა და ვერ გააკეთებ აი იმ თანხაზეც უარს იტყვი რა იმიტომ რომ ვერ გაკაჩავ გამორიცხულია რა თავარია შენ გზნობდე თავს კომფორტულად შენ საყვარელ საქმეს აკეთებდე და მაშინ ბედნიერი ხარ ამას მივხვდი რა მთელი მუღამი ეგ არის ღრუბლიან დღეებს, ანუ გულისხმობთ ცუდ ხასიათებს და ცოტა ნეგატივ ყველა ადამიანს გვაქვს რა პესიმისტური ხასიათი დღეები. როგორ მკლავდები? ხო, აი მე ძალიან ისე კრიტიკული ვარ მე ხო თქვი? ხო და ძალიან ისე ვარ რა, ანუ აი შეიძლება უცბად გამახსენდეს ძალიან ერთი 15 წლის უკანდელი რაღაცა შეიძლება მაგაზე გაუბრაზდე რომ აი მან ეს და როგორ დაუშვი რა მაგრამ მე ახლა მაგასაც ვიაზრებ რომ სისულელია ხა ეგ და ბოლო პერიოდში უფრო მეტად ვაკონტროლებ ხოლმე რა და ვცდილობ რომ ნაკლებად კრიტიკული არ მიყვარს მაგალითად ჩემი საკუთარი თავის შექება უხერხულად ვარ ხოლმე რომ რაღაც კარგს თუ გავაკეთებ და ვიღაც თუ მაქებს ძალიან უხერხულად ვარ ხოლმე რა და ვცდილობ ხოლმე რომ ეგეთ სიტუაციას მოვერიდო ან მალე მორჩეს ეს რაღაცა რომ აი კი მადლობა ანუ მაგალითად მადლობას რო გეუბნებიან რაღაცას და არაფრის თითქოს ის არის რა ვცდილობაა მაგრამ ეს არაფრისაც რო ამბობ რა აი მადლობას წვეთს რა რატო რაღაც კარგი გააკეთე ვიღაცამ მადლობა გითხრა და ნუ ეუბნები არაფრის რა შეიძლება ჩაურტყი უთხრა ჯიგარი ხარ ყველაფრის ხო ყველაფრის რა უთხარი რა და შენზე იყოს ლუდი ხო და აი ცოტა ისე ვარ ხოლმე რა ჩემ ხა ესე რა რო გითხრა რომ დეპრესიული ადამიანი ვარ არ ვარ რა რაღაც მომენტ შეიძლება უცხო დეპრესიული არ ხარ მაგრამ საკუთარი თავის ის ხარ უკვე ჯვარცმა ხანდა რა თვადეგეც არ ვარ იმიტომ რომ ვიწყებ ხოლმე რა მე ადეკვატურად ვცდილობ ხოლმე რომ ამაზე პასუხი გავცე რომ სინამდვილეში თვად ეგეთი კრიტიკულიც არ უნდა ვიყო, მაგრამ ეგ კრიტიკა მე მეხმარება ბევრ რაღაცაში, აი თუნდაც მაგალითად წერან რაც თქვი რომ რაღაცას თუ ხედავ რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა, შემდეგისთვის მომზადებული ვარ ხოლმე რა და ვცდილობ რომ ის გავაკეთო რა. რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა?
ყველგან და ყოველთვის ყველაფერში შენი აზრით როგორც უნდა მომხდარო ესე იგი მაგის მჯერა კი მაგ პრინციპს აი ხა თუ რაღაცა გააზრებულ შეცდომას თუ არ დავუშვებ და რაღაც მომენტში აი გააზრებულ შეცდომას ესე ვფიქრობ რა აი თუ მართლა რაღაც სისულელი არ გავაკეთე მაგას არ გულისხმობ რა რაღაცები რასაც შენ ცდილობ რომ კარგი გამოგივიდეს მაგრამ არ გამოგდის რა ან რაღაცაში შეგეშალა ან რაღაცა ვერ გააკეთე და ასე შემდგომ მაგას ვფიქრობ რომ კი საჭიროა იმიტომ რომ ყველა ასე ვთქვათ ნაბიჯიდან გამოცდილებას ვიღებთ რა მე ესე აღვიქვამ რომ ყველა მარცხი გამოცდილებაა და ეგ მარცხი რომ არ ყოფილიყო რა გამორიცხულია რომ შემდგომ ეგეთი ძლიერი ტიპი იყო იმიტომ რომ სადღაცას არ არსებობს რომ ყოველთვის გაიმარჯო რა და თუ აი ეს მარტივი გზით მოდიხარ რა ბოლოს ისეთ ადგილას გაიჩიტები სადაც მერე აი შეიძლება რომ დავარ და ვეღარც ადგე რა და ამიტომ ჯობი ეს პატარ-პატარა მარცხი მერე გაძლიერებს და უფრო მომზადებული ხდები უფრო დიდ რაღაცას რა ამიტომ კარგია თუ რაღაც ხდება რომ არ გამოგდის ეს კარგია მაგრამ ამით შენ გამოცდილება უნდა მიიღო რომ მერე აი იგივეც არ გაიმეორო მაგრამ უკეთესისთვის უკეთესად მომზადებული იყო რა და აქედან გამომდინარე მაინტერესებს წაგება უფრო დიდი мотиваცია შენთვის თუ მოგება ყველა ვარიანტი წაგება უფრო დიდი мотиваცია. მე არ მიყვარს ზოგადად წაგება რა, ისე არ მიყვარს. ბავშვობიდან ესე ვიყავი. აი ბავშვობიდან ესე ვიყავი, რომ აი რაღაცას რო გითხრა რომ არ გამოგდის. გაგიჟდები და გააკეთებ მაინც? რომ მითხრა რომ არ გამოგდის, გააჩნია ხა რაზე მეუბნები. თუ ჩემ საქმეზე მეუბნები რომ არ გამომდის, ჯერ ერთი გააჩნია ვინ მეუბნება. თუ ეხა უბრალოდ ვიღაც გამლელი მეუბნება, არ მივაქცევ მართლა ყურადღებას რა, ნუ კომპეტენტური ამ საკითხში ტიპი. კომპეტენტური ილუზიონისტი ვიღაც დიდებული გეუბნება. ხო. არა, თუ ვიღაცა, ეგეთი ადამიანი თუ მეტყვის რა, არ გაუბრაზდები. წახვალ და დახვეწას დაიწყებ. კი, აუცილებლად. მაგრამ რჩევასაც მეტყვი ხა ვიღაცამ თუ ზემოდან გადმოხედა მითხრა შენ არ გამოგდის ხო, მაშინ მეც ადეკვატურ პასუხს გავცემ რა, მაგრამ თუ ვიღაცამ მართლა კარგი განზრახვით მითხრა, აი ლაშა, ეს შენ არ გამოგდის, ეჯობია ასე გააკეთო პირიქით რა, მაგას მივიღებ, მადლობასაც ვეტყვი რომ აი რჩევას მივიღებ და გავითვალისწინებ აუცილებლად რა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი რა იყო შენთვის? მარტო კარიერულად არა. ზოგადად? ხო, აი პიროვნული მარცხი. როდესაც მივხვდი რომ ამოგობრება დაგჭირდა. ეგეთი მომენტი თუ მქონია, ხა გავიხსენოთ. არ ქონია ესე. აი მე ხო ისე. აი ხო ყველამ გავიხსენეთ ჩვენი მარცხი, ყველამ ვიცით აქედან ჩვენი მარცხი. შენ ესე არ ქონია. შენ რა მარცხი ქონია? მოდი შემითხარი და მე მანამდე გავიხსენებ. მართლა. აი ერთი მითხარი რამე ისეთი და მე ვეცდები რომ ეგეთი კალიბრის მარცხი მეც გითხრა. აბა გისმენ. მართლა მაინტერესებს. აი მაგალითად, ეხლა ვიგეთქვი 18 წლიდან 21 წლამდე სადღაც მქონდა როგორი მენტალური კრიზისი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. ოღონდ რატო? რაღაცა თეატრალურ უნივერსიტეტში მოვხდი, სადაც მივხვდი, რომ საერთოდ ეგ გარემო არ მომწონს და არც სიტუაცია და არც არაფერი. უცებ ვერ მივხვდი რამე და პროფესიულად სამეგობრო რაღაცა ფინანსურად გაგვიჭირდა ოჯახთან მაგ პერიოდში ზუსტად და სამეგობრო წრეც უცებ აღარ მყავს და აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდი რა თქმა უნდა ჩემი მშობლები მყავდნენ გვერდით და ჩემი ცხოველები და მივხვდი რომ არავინ არ ვარ და არაფერი არ ვარ იმის იქით რასაც ვაძლევდი სხვა ადამიანებს მივხვდი რას გულისხმობ ანუ რეალურად მე მაგრამ ეგრე არ იყო თუ იყო ეგ ეგრე იყო და დავიწყე რეალურად ნახე ანუ ჩემი კეთილგანწყობა ჩემი ხასიათი ჩემი ეს ყველაფერი იყო ის რასაც მე შენ ყოველდღიურად გთავაზობდი იმისთვის რომ კარგი განწყობა გქონოდა და ამას პლუს უნდა გეჭამა ჩემთან ერთად ამაში საფასურს მე ვიხდიდი და ანუ ესეთი ცხოვრება მქონდა მოკლედ ეგეთი ბედნიერი ცხოვრება მოუწყე ბევრ ადამიანს და რო აღარ იყო ეგ პირობები სხვაგან წავიდა სხვა სასტუმროში გაიგე ხო და დავრჩი მარტო ეგ ძალიან ცუდი ხო და მაგის მერე გავიზარდე დიდი გოგო გავხდი და უკვე სხვანაირად ჩამოვყალიბდი საერთოდ აი ეს იყო ჩემი გარდატეხა რა რეალურად ჩემი სულის გარდატეხა და ეხლა არის აი ესეთი სულის პატრონი ვარ ბებერი შენ როგორ ახლა არა აი იცი მეგობრების ამბავში არ ვიცი შენთვის ამათ მეგობრები იყვნენ ესე არავინ მაგათი დედაც არა მეც მქონია ეგეთი გამოსვლება აი ვიღაც მქონია რომ
ძალიან ახლო ადამიანია რაღაც, მაგრამ უცბად იმიტომ კი არა რომ თურმე ცუდი ყოფილა და შენგან რაღაც უნდა, მაგრამ აი ცხოვრება მოიტანა ისე რომ სინამდვილეში ეს მეგობრები, ვითომ ძალიან ბევრი მეგობარი რო ყავს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა თავისი გზით მიდის და რაღაცა მსგავსი მეც გამომიცდია, მაგრამ არა ეგეთი სენსიტიური, როგორც შენ შემთხვევაში. ეგეთი კალიბრის მარცხს მეგონი. აი მაგას გეუბნები თუ მომაყოლა ეხლა რაღაცები კმატირა. აი ტყუილა. შენი აბა შენი წარმოსახვისთვის საუკეთესო დღე მომიყავე. საუკეთესო დღე? ბევრი ეგეთი დღე მაქვს. არა, ერთი უნდა იყოს. ეს არის ჩემი ილუზიების თამაში. კაი, მოდი ეს რაღაც ვიტყვი ხა. ძალიან მეოჯახე ვარ ზოგადად, მართლა რა. ვერ გამოვყოფ რომელიმე ჩემი შვილის დაბადების დღეს, იმიტომ რომ ერთს და მეორეც თანაბარი არის. ამიტომ ცოტა ოჯახს გავსდები. სხვათა შორის ჩემს ერთ ბავშვს აქვს 10 ნოემბერს დაბადების დღე, მეორეს 11 ნოემბერს და მე მაქვს 7 ნოემბერს. და მე გიყვები შენ მე ერთი დღე 24 საათია. შესაძლოა 10-ში იწყებ და 21-ში ხამე ამ. ჩვენ საერთოდ 7-ში ვიწყებთ ხოლმე. და 11-ში. არა, 7-ში ვერ ვიწყებ. ჩემი დაბადების დღეს ისად ვერ ვიცლი ხოლმე. მოუყვები იმას რა, მართლა ძალიან დასამახსოვრებელი იყო 2020 წელს რომ ნიჭიერში გავიმარჯვე, იმიტომ რომ აი მთელი ღამე არ მძინებია და სულ ტელეფონი არ გაჩერებულა და ხო რა ეგ იყო მართლა ძალიან ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მიღწევა და ძალიან მეამაყება ეგ თან მან ხალხის ჩეული ხდები და ეგ კიდევ უფრო მეტად ესეთი არის რაღაცა მადლიერიც და მამოტივირებელიც რა და თან კიდევ პირველი ასე ვთქვათ რაღაცა ილუზიონისტი რო გახდება გამარჯვებული თან მით უმეტეს. ძალიან მაგარია. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა იყო და მაი ძალიან ყველა წამი მახსოვს აბსოლუტურად რა და ძალიან მაგარი მომენტი იყო. მაგას გამოყოფ რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩემთვის. კაი, მე ერთი რჩევა მიეცი რა, ჩემ ხელა ადამიანებს და შენ ხელა ადამიანებს, ვისაც რაღაცები გონიათ რომ არ გამოსდით. მე რჩევას მივცემ ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ თუ რაღაცისთვის, ანუ თუ რაღაცას აკეთებ, რაღაც მიზანი გაქვს რა, გამორიცხულია, რომ ეგ შედეგი არ დადგეს, აი არ არსებულია რა. აი მაგალითად მამა ჩემმა მითხრა, მე 2016 წელს გავედი პირველად ნიჭიერში, მე ორჯერ ვარ გასული. 16-ში გავედი და მაშინ ფინალში ვიყავი და სხვათა შორის მესამე ადგილზე გავედი ხმებით რა. და ეგეც დიდი მიღწევა. კი, მაშინ საერთოდ პირველად მაშინ არავინ არ მიცნობდა. ხო და აი მამა ჩემი ამბობდა, რომ ანუ შენ თუ ეს გეკუთვნისო რა, ამას აუცილებლად მიიღებ. ეს იქნება დღეს, ხვალ თუ რაღაც 1 წლის მერე თუ 10 წლის მერე, ანუ შენ თუ ეს გეკუთვნის, ეს შედეგი აუცილებლად დადგება შენს ცხოვრებაში და თუ მაგალითად ორჯერ დაგვიანდება, ორჯერ უფრო მეტ შედეგს მიიღებ რა, ორჯერ უფრო მეტად კმაყოფილი იქნები და ნუ ესეც მოხდა რა. 4 წლის მერე გავედი და გავიმარჯვე და ვთვლი რომ ესე უნდა მომხდარიყო რა. იმიტომ რომ იმ გზას არ გავივლიდი, მე აი 4 წლის განმავლობაში გაცილებით უკეთესი ნომერებით შევთავაზე, უფრო მეტად განვითარდი და ასე შემდეგ. ანუ დამეხმარა რა ეგ ყველაფერი და რაღაცას თუ აკეთებ, მოკლედ და შენ თუ გაქვს მიზანი რომ აი იმ შედეგს მიაღწიო, უბრალოდ არ უნდა გაჩერდე რა, მთელი მუღამია რომ უნდა გააგრძელო რა და ანუ გამორიცხულია რომ ეგ არ დადგეს. თავარია რომ აი სულ რო კურს ნაბიჯებით წახვიდე, პროგრესი გქონდეს და მიხვალ იმ შედეგამდე, თუ დააგვიანებს შედეგი, გარანტიას ვაძლევ ყველა ადამიანს რომ ეს დაგვიანებული ორმაგად ანაზღაურდება, უფრო უკეთეს შედეგი გექნება რა. ეს ჩემი რჩევა ეს იქნება. მე გამოსცემ დორა რო ამბობს finding Nemo just keep swimming ეგ არის რა მართლა რა. კონექტი ცურვა რა. ეხლა რა. რა. ესე მუშტიაწე. გაშალე 5-ით ხო გაქვს დავთვალო გაშალე. და წამოყურები. გაშალე. 5-ით მაგ. ხო და რაიმე რიცხვი აჩვენე კამერას მაგ ხელით. აჩვენე კამერას რამე რიცხვი. ანუ აჩვენე კამერას. შენ რატომ დაინახო? არ არის. აჩვენე რამე რიცხვი. ერთიანი. ხომ არ გინდა რომ შეცვალო გადაწყვეტილება. არა. ნახე ხა მე ციფრით და რიცხვი არა, ნუ ციფრი რიცხვია იგივე. ამიტომ ესეთ კითხვას დაგისვამ რა. სამ გავაგრძელებ გეტყვი რომ დასტაში ერთიანი არ გვაქვს ხო? ანუ ხო ორიანით იწყება თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ტუზი არის ერთიანი. ტუზი ნიშნავს ერთს. რეალურად
კარტი წყვა, ტუზი 2 წყობაც რო გნახო, ტუზი 2 3 4 ესე არის რა. თითი ჩამოვიღო? მოცდა ხანი გქონდეს რა. ხო და ახლა სამ გავაგრძელებ. ხო. შენ ჩათვალე რომ მაგით ტუზი აირჩიე რა. დარწმუნებული ხარ რომ ტუზი გინდა თუ მაინც შეცვლი და სხვა რიცხვს აჩვენებ. ამე ოღონდ ეს შენზე არის დამოკიდებული. ძალადო. დარწმუნებული ვარ. კარგი, დარწმუნებული ხარ. ეხლა მინდა მითხრა, შენ გაქვს ტუზი არჩეული, მაგრამ ამას ჯერ მოდი შეფერილობა მივცეთ რა. წითელი ტუზი გინდა? წითელი წარმოვიდგინე. წითელი წარმოვიდგინე. ხო, წითელში გვაქვს ორი სიმბოლო, გვაქვს გული და გვაქვს აგური. რომელი გინდა რომ იყოს და საბოლოოდ შენ კარტს შექმნი რა. გული. ტუზი გული. ხა ეს შეგიძლიათ ჩამოვუშვათ. ტუზი გული. და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ხშირად დასახელებადი კარტი დაასახელე რა. სხვათა შორის. მე მაქვს ესეთი დასტა წამღებული. მე აქ რომ მოვდიოდი, შენმა პროდიუსერმა მითხრა თუ შეგიძლია რომ რამე ფოკუსი რომ აჩვენო ნანკასო რა. აუ შენ არიცი ახლა კამერას იქ აღარ გაგიშვებს ეს. არა, მე ერთი ფოკუსი წამოვიღე. ფოკუსს გამიკეთე. სხვათა შორის ისეთი დასტა წამოვიღე რომ ამ დასტით მე სხვა ფოკუსს ვერ გავაკეთებ, იცი რატო? რატო? ყველა ტუზგულია? ამ დასტაში თუ დააკვირდები, საერთოდ ყველა цаრიელია, ხედავ? უყურე ნახე. ყველა კარტი არის ნაკა цаრიელი, აბსოლუტურად. აი, მეც თორე დამათვალია რომ ყველა ეცავს ნაკა შეხედე? ყველა цаრიელია და მე მინდა გითხრა რომ აქ აბსოლუტურად ყველა გარდა ერთისა, მხოლოდ ერთი კარტი არის, ნახე? მხოლოდ ერთი კარტი. აი, მე ტუზგულია მართლა გავაფრენ. მე მინდა რომ ესეც გადავშალოთ და განახოთ რა. შენ თვითონ გამოწირე ნახე. ნახე შენ. არა. ეს ბეორჯაკი ხარ თუ ვინა შეცვალე. მე იგი რაღაც მართ შეიძლება ვიტირო ეხა სიხარული. ნახე. ტუზგულია. ეგრე შეცვალე. მე ეგეთი ბანალური ვარ. როიცოდა. ანა. ხო ტუზგულია. და მე მართლა იღლია მაქვს უსმენი. მართლა იცახი. მე რას ვიძახი? ეგეთი პრიმიტიული ვარ? არა, ეგ რა შუაშია. რა შუაშია პრიმიტიული? აბა რომ ლაპარაკებოდი ფსიქოლოგიაზე რომ ყველას ერთნაირი ფსიქიკა გაქვთ ადამიანებსო და არ მithქვამს, პირიქით ყველას განსხვავებული ფსიქიკა. არა, შენ ეგრე თქვი. არ მithქვამს, რატო წამოიღე ტუზგული? შეეცვალა რამდენი? რო შეეცვალა, ფოკუსი ჩაგოშლებოდა. გაკაცდებოდა. მართლა იცახი, ჩაგეშლებოდა? ვაიმე დარწმუნებული რატო ვიყავი? გაკაცდებოდა აქ და შენ იმიტომ მომაწექი დარწმუნებული ვარ თუ პირველად ჩემ ცხოვრებაში როცა მკითხეს დარწმუნებული ხარო კი ვთქვი. როცა მეკითხებენ დარწმუნებული ხარ, არას ვიძახი ყოველთვის. იცი რა არის ზოგადად ილუზიონისტის ხო, რა გავაკეთოთ? არაფერი გამოგართმევ. მიგაკ? მე მგონი რომ ამირჩი ამ კარტმა. გინდა რო გქონდეს დაგიტოვო? თუ გინდა დაგიტოვებ, არ ვიცი, გინდა? გინდა გაჩუქო ეგ კარტი. სხვა ფოკუს გამიკეთებ კამერას. მე გითხარი, ისეთი დასტა მაქვს წამოღებული, რომელთაც სხვა ფოკუსს ვერ გავაკეთებ. გააკეთებ, თავიდან გააკეთებ, აირჩი. კამერის უკან გავაკეთებ. მოდი, თუ გინდა დაგიტოვებ ამ კარტს, მაგრამ თუ არ გინდა, მაშინ იცოდე რომ დამიტოვე და მე ჯიბეში აღარ დამჭირდა, შენ ჯიბეში აღმოჩნდა, ეგი ფოკუსები ვიცი. ეგ კარტი წავიღო და სხვა ადამიანიც დარწმუნებულია რომ მაგ ტუზგულს დაასახელებს. ამ სხვა, მე როგორ იცი? როგორ გირჩევნია ნანკა 5 ლარი მოგცეთ თუ გავაორმაგო და სხვა საათი მივცე. როგორ გირჩევნია დაგიტოვეს ტუზგული თუ სხვასთან წავიდე და სხვას გავაოცო. რა თქმა უნდა დამიტოვო. მაშინ უტოვებ ნაგას ტუზგულს. ნახვამდის. მადლობა საბოის, მადლობა ლაშას და ტუზგულს. რომელიც არ შეცვალა ნანკა. არასდროს შეცვალოთ თქვენი ტუზგული. ხო, სხვათა შორის ძალიან კაი სლოგანია.